მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი ვლოგების არხზე და დღეს ძალიან საინტერესო ვლოგი გვექნება. მივდივარ ქობულეთში, ძალიან კარგ სასტუმროში, ცოტა მინდა რომ დავისვენო და რა თქმა უნდა, შევეცდები საინტერესო ადგილიც განახოთ. ერთი ადგილი მაქვს შაფიქრებული, რომელიც მინდა რომ გაგაცნოთ. დღეს რაღაც ამინდი ვერ არის თლათ ხოძზე, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ზე გამოვა. დღეს თუ არა ხვალ მაინც. ჯორჯია პალასში მოვედი. საუკეთესო სასტუმრო ქობულეთში, შეგვიძლია თამამად თქვათ. ძალიან ლამაზი ეზო აქვს ამ სასტუმროს. ძალიან მეორედ ვარ აქ მეგობრებო და მაშინ ძალიან გამისწორდა პირველად რომ ვიყავი და იმედია ეხლა ძალიან გაასწორებს. გამარჯობა. როგორ ხართ? მადლობა, კარგად. პირადობა დავჭირდება თქვენ. ხო. ნომერი 500 გახლავთ ჩემი ოთახი და ეს არ არის მეგობრებო, ჩვეულებრივი ოთახი. ეხა ნახეთ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს საპრეზიდენტო ნომერში. წავედით. ვარღადა. ამა შეხედე ძმაო. საოცარი ნომერია. ძალიან მდიდრულია. ხედები, ნახე, ბიჭო. ზღვაზე ხედები. ნუ იქითაც გვაქვს ხედები, რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ აქეთ რა ხდება. აქეთ გვაქვს უნდა მეთქვა რომ აქეთ გვაქვს საძინებელი მეთქი, მაგრამ კიდე ერთი ოთახია. და ამის იქით არის უკვე საძინებელი. აუ რა მაგარია. ჯაკუზი მეგობრებო, არა ჩვეულებრივი, ძალიან გამისწორდა, ამას გამოვიყენებ, რა თქმა უნდა. სისუფთავე, წესრიგი, რა ვიცი, აი, არაფერი არ დაეწუნება ამ ნომერს. კაი, მოდი გავიდეთ ახლა აივანზე. ეს აივანი არ არის, ეს უკვე ვერანდაა. ნახე რა ხელა. მომწონს. ბევრი სერვისი აქვს ამ სასტუმროს და გაჩვენებთ, ასევე მაინტერესებს ყვება როგორი ექნებათ და მაგასაც რა თქმა უნდა გაჩვენებთ. მოკლედ გემრიელად დაგათვალიერებინებთ აქაურობას. რაც შეეხება ფასს, აი ამ ნომრის 1500-2000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო რაც შეეხება სტანდარტული ნომრის ფასებს, ესე ფიქსირებული ფასი არ არსებობს რა, ამიტომ მე რო რაღაცა ვთქვა და მე ან უფრო ძვირი იყოს, ან უფრო იაფი იყოს, ამიტომ ჯობია რომ უშუალოდ სასტუმროს დაუკავშირდეთ და გაარკვიოთ იმ კონკრეტულ სეზონზე, იმ კონკრეტულ მომენტში რა ფასი ექნება სტანდარტულ ნომერს. მოკლედ ამასობაში მეგობრებო მოსაღამოვდა და ამოვედით რუფტოპზე, რესტორანში. ახშმისთვის. აუ რა მაგარი ხედებია. ნუ ჩემი აივნიდანაც ეს ხედებია, მაგრამ აქ უფრო რაღაცა ღია სივრცეა რა. ნახეთ რა ლამაზია აქაურობა. სავახში მოდარი იდეალური ადგილი. აქ არის გრილი მეგობრებო და გადავწყვიტეთ შევუკვეთოთ თევზი გრილზე, რომელიც დაარწმუნებული ვარ რომ უგემრიელესი იქნება. სუნია უშვა. სანამ ჩვენი თევზი იქნება მეგობრებო, აი ამას შეხედეთ რა. საოცრება. ლამაზესი მზის ჩასვლა დაგვემთხვა დღეს. საბედნიეროდ მეგონა რომ არ იქნებოდა ესეთი მზის ჩასვლა. ღრუბელი იყო, მაგრამ ნახე ღრუბელს ჩამოთდა ეს მზე და რაღაცა ზღაპრული სანახაობა გამოჩნდა. აი ტელეფონის გადაღებულ კადრებს დავადებ. ეხა ამას რასაც ვიღებ და ნახეთ რა საოცრება ამას შეხედე. ეს სიბასია, ხო? სიბასია ჩიმიჩური соуს. ჩიმიჩური соусით? საინტერესოა. ადი საღმზრელად გამოიყურება ნამდვილად. მადლობა. ბიჭები გავაცნოთ ხალხს. ირაკლი. გამარჯობა ლუკა. ლუკა.
ლაშა, კამერის მიღმა. გაგიმარჯოთ. მე გამომწერებთან ერთად ვსივარს უფრას. გაგიმარჯოთ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი. ავიდეთ 100,000-მდე ამ არხზეც. მალე, ძალიან დიდი იმედი მაქვს. აღამდა მეგობრებო, აგერ ბიჭები ჩამოვედით და სვამთ. აგვიმარჯოს. მესამე დღეა უკვე გადაბმულად ვსვამ. არა, ეს მეოთხეა. მე ბავშვებს რა მაგალითს აძლევს, არ გაიმეოროთ ბავშვები. კათვინდა მეგობრებო, მეორე დღე. ეხა კარებზე ზარია. საუზმე მოიტანეს ნომერში. ნახოთ. აილაშტრის. ორდანდით. ძალიან დიდი მადლობა. რა ბავი. გაიხარე. მადლობა ძალიან დიდი. რადგან საპრეზიდენტო ნომერი მაქვს, ესეთი VIP საუზმე პირდაპირ ნომერში მომართვეს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩახვიდე და საუზმე მიირთვა იქ, სადაც ყველა მიირთმევს, თუმცა ამ ნომრის პრივილეგიებით გადავწყვიტე, რომ ესარგებლა და აგერ ნომერში ესეთი არაჩვეულებრივი საუზმე მომართვეს. მოდი დავიწყოთ ამ სასტუმროს დათვალიერება. ახლა ვიმყოფები სასტუმროს მთავარ აუზთან, ამის გარდა კიდე ერთი აუზი აქვს, რომელსაც ასევე გაჩვენებთ. მაგრამ ახლა პირველ რიგში წავიდეთ ნახოთ სპა. ეს არის მეგობრებო სპა ცენტრი ამ სასტუმროს. გამარჯობა. რომელსაც ახლა დაგათვალიერებინებთ. მაგარი. და კეთდება მეგობრებო ინდური მასაჟი, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ უკვე აქ დაისვენებთ. და ისე ამოვნოთ. Hello, nice to meet you too. ანუ ინდოელი სპეციალისტები აკეთებენ მოკლედ მასაჟს. What is this? It's a steam box. Steam box? It's like Indian sauna. We'll be inside the steam. Uh-huh. We will close your head on above. Okay. საინტერესო რაღაცა. ძალიან კარგი აურა ტრიალებს, მეგობრებო, ძალიან კარგი სუნია. რაღაცა მშვიდი მუსიკა. ვისაც გიყვართ ინდური მასაჟი, ძალიან გაგისწორდებათ. სილამაზე სალონიც არის მეგობრებო, სასტუმროში. ეს არის ცოტა. მოკლედ თვით შეჭრათ და გჭირდებთ. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ. სხილები დიდი ალბათობით. წესად შეისწორებდა ისეთი. რა თქმა უნდა, საუნაც არის სასტუმროში. კაი, მოდი ახლა ვნახოთ დახურული აუზი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ძალიან კარგი დახურული აუზი აქვს ამ სასტუმროს. ვაუ. ამას შეხედე. რა ლამაზია გადაო? ესეც არ მოველოდი. ამინდის პრობლემა თუ შეიქმნება, აგერ დახურული აუზი საკმაოდ დიდი ზომის და ვიცი ვიზუალურად არაფერი დაეწუნება. რა თქმა უნდა, ესეთი დონის სასტუმროს ტრენაჟერები უნდა კონდეს. და არის. კაი, გავაგრძელებთ. ესე იგი, გამოვედი ახლა ეზოში, მეგობრებო, ძალიან დიდი ეზო აქვს, როგორც იცით ამ სასტუმროს. ეზოში აქვე არის კიდევ ერთი აუზი და ახლა ამ კონკრეტულ მომენტში მივდივართ პადელის სათამაშოდ. აი, აგერ არის მოედანი. ერთი პრობლემა გვაქვს, მეგობრებო. არასდროს არ მითამაშია, საერთოდ ცხოვრებაში პირველად მიჭირავს ახლა ეს პადელის ჩოგანი. ამოვიგდე მაჯა. აპა! ეს კარგი იყო ნელ-ნელა რაღაცა მოვარტყი ბურთს. გარდა პადელისა, ჩოგბურთის კორტებიც არის ეზოში, როგორც ხედავთ. და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ითამაშოთ. კალათბურთიც შეგიძლიათ ითამაშოთ აგერ. მოკლედ არ მოიწყენთ ამ სასტუმროში. კაი, წავიდეთ ახლა გოლფი მოვცხოთ. სერიოზული ჯახი იქნება ახლა. იგი აცლებ. აგირა, კარგად გავუშვა. კლასი, მეგობრებო. იულისაზე ჩავდის. ეხლა რო ჩავარდი შედა თუ არ გამოვხარ ცოტა ძლიერად რომ დამირტყა
აი. ოპა. მიდი ირაკლი. ირაკლი თუ ჩავდო კავშირსო იგებს მოიწ. პადელზე უკეთესად გამომივიდა გოლფი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფული უნდა ვიშოვო რა. გოლფი რო ვითამაშო. მილიონერი უნდა იყო. საბავშვო სივრცეები საკმაოდ ბევრია ეზოში, როგორც ხედავთ. საქანელები, სასრიალოები, მოკლედ ბავშვები არ მოიწყენენ აქ. სუფთად, წყნარად და უსაფრთხოდ ითამაშებენ. ხო, და აუზთან არის ბარი, სადაც შეგიძლიათ დალიოთ კოქტეილები, გამაგრილებელი სასმელი და ასევე შეგიძლიათ მიირთვათ აჭარული ხაჭაპური, რომელსაც ჩვენც ახლა დავაგემოვნებთ, იმიტომ რომ ბევრი აქებს, ბევრმა მომწერა სხვათა შორის რომ აუცილებლად გასინჯეთ აი აქ აჭარული ხაჭაპურიო და გავსინჯოთ, დავაგემოვნოთ აჭარაში, სხვანაირად არ გამოვა. გავსინჯოთ აჭარული ხაჭაპური. ზოგადად ხაჭაპური არის ჩემი ფავორიტი კერძი. პირველი number 1 იმერული, მერე აჭარული. დაანკაია. ყველი რო იწელდება ეგ მიყვარს. ძალიან გემრიელი იყო აჭარული ხაჭაპური და კოქტეილიც მშვენიერი. დღეს იმედია მოვასწრებ და გაჩვენებთ ერთ ძალიან საინტერესო ადგილს ქობულეთში, რომელიც აი რა ვიცი, უნდა ნახოთ რა ჩემი აზრით. სპონსორი არ ყავს ამ არხს. გადახედით ნახვებს, ძალიან გთხოვთ. რა ნახვები აქვს ვლოგებს და გამოჩნდით ამ არხზე სპონსორები. მარტო მეორე არხი რო უნდა ყველას. ესეც გავასპონსოროთ, აქ უფრო იაფია რეკლამა. აი, წამოვა პლაჟზე გავიდეთ. პლაჟის დედავატირე სანაპიროზე. აუზიდან პირდაპირ გავდივართ სანაპიროზე. სიწყნარია ჯერჯერობით ქობულეთში. აწიწყება სეზონი. აქ სასე იქნება ხალხით ცოტა ხანში. სხვათა შორის ეს არის ჩემი აზრით მოსაჯდომად იდეალური ადგილი რა. საღამოს სამეგობროსთან ერთად აქ ძალიან ასწორებს. და აი ეს სანაპირო, აი ხედავთ იქ გადაკეტილია, იქით მხარესაც გადაკეტილია. ანუ ეს არის უშუალოდ ამ სასტუმროს სანაპირო რა. წინ შეძლონგებია, მოწესრიგებულია, სუფთა, ანუ ყველაფერია ამ სასტუმროში იდეალური დასვენებისთვის რა. მაგრამ აქვე მეგობრებო, გამოვიწეროთ არხი და ავიდეთ 100,000 გამომწერზე. და ჩამომივა უკვე მეორე YouTube ბათონი რა, 100,000-ზე. ძალიან გამისწორდება, იმიტომ რომ ერთი უკვე მაქვს, ჩემი ძირითადი არხის. ორი რო გაქვს უკვე თემაა რა. ხო, და კიდე დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად მოგწონთ ეს კონტენტი და სხვა რეგიონებში სხვა გავაგრძელოთ. რა სიტყვით. ანუ იმ ვიდეოებს მთავარ არხზე ხო ვიღებ მოგზაურობა საქართველოს გარშემო, მაგრამ ის ცოტა სხვა ტიპის ვიდეოებია და სხვა დრო ჭირდება გადაღებასაც, დამუშავებასაც. ეს უფრო რეალისტურია, ჩემი აზრით რა ეგრეა. და ამასაც ყავს თავის მაყურებელი. ბარიც არის აქვე აუზთან. შეგიძლიათ გააგრილდეთ სასმელებით. აუ, რა კაი წყალია, ხო არ ჩავხდეთ. რამდენ სასტუმროში ვარ ნამყოფი, რამდენ კურორტზე ვარ ნამყოფი, საზღვაო კურორტზე, არასდროს წყალში არ ჩავდივარ. სულ ასე დავდივარ, ვიღებ კამერა, ეს არ მახსოვს, რომ აი მთელი დღე აუზთან გამეტარებინოს. ძალიან იშვიათად ხდება ეგ. წავედით ახლა. უნდა გაჩვენოთ ქობულეთის დაცული ტერიტორია, რომელიც ბევრმა თქვენთაგანმა შეიძლება არ იცით და ახლა ამ სასტუმროდან არის რავი, მანქანით 10 წუთის სავალ გზაზე. აქვე არის რა. მეც კი არ ვიცოდი თავის დროზე, რომ ჩამოვდიოდი ხოლმე ქობულეთში და ახლა მოკლედ გაჩვენებთ ძალიან ლამაზ ადგილს. იმისის დასაწყისია და ახლა უშაში ასე თუ ისე ხალხი მაინც მოძრაობს. იწყება სეზონი. იხსნება საზღვაო სეზონი.
ეგ არის. ზუსტად 5 წუთი დაგვჭირდა აქ მოსასვლელად. და ეხლა წავედით, ცოტა გავიაროთ ფეხით და აი სადღაც 100 მეტრში უკვე დაიწყება ბილიკი. ულამაზესი ბილიკი. ბარო ძმა, ბარო. გავახარ. აშები. ბანძი იუმორი იყო. ითო მაგარი სასაცილო რაღაც თქვი. ო რა ლამაზია ნახე. მოდი მოგეფერო. მოდი. არ გინდა, ნუ გინდა. მოკლედ აი აქედან იწყება ბილიკი, რომელიც მოწყობილია. ესე გავდივართ, იქ შევალთ, წრეს დავარტყამთ და ესე დავბრუნდებით უკან. ბევრად მწვანეა აქაურობა, მე რამდენიმე ხნის წინ ვიყავი, მაშინ გადახუნებული იყო რა და ძალიან ლამაზი იყო მაშინაც, სტაფილოსფერი იყო. მაგრამ სიმწვანეც ძალიან ლამაზია, ჩემი აზრით. აბა რა სიტყვით? ხო ლამაზია. ანუ ეს ბილიკი ძალიან ალამაზებს რა გარემოს და სიმწვანეც უხდება. დრონი აუშვათ და დრონის კადრებს გაჩვენებთ ჯობია. ეხლა გაჩვენებთ ჩემს დრონს. ეს გახლავთ DJI Mavic Mini Pro 4. Mini Pro 4, რომელიც არის 259 გრამი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურობაში არის იდეალური, ანუ ბევრ ქვეყანაში ნებართვა არ გჭირდება, იმიტომ რომ 250 გრამზე მეტი არ არის. 250 გრამზე მეტ დრონებზე ნებართვა არის ხოლმე რა საჭირო და ეს არის 259 სპეციალურად გამოუშვა DJI-მ, რომ ნებართვა არ დაგჭირდეს. არ ჩაირთო კაც. ხო და ხარისხი ძალიან კარგია. კარგ ხარისხს იღებს. არაფერი დაეწუნება. გასწიმერანო. შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი. ოპა. Attitude mode. Fly with caution. Home point updated. Please check it on the map. საფუძვი რო ჩამოხვალთ დასასვენებლად ქობულეთში, შეგიძლიათ გამოისეირნოთ მეგობრებთან ერთად. ფოტოებს გადაიღებთ, რა ვიცი, გაევლით, გამოევლით. ოღონდ აი ესე დროს რა, ჩემი აზრით ესე დროს არის იდეალური ფერები. ზერო თითქმის ჩადის. დავბრუნდეთ ეხა ჩვენს სასტუმროში. მივეცეთ ისე ფუფუნებას. აქვე სასტუმროს ეზოში არის აზიური რესტორანი. და ქართული კერძები იმდენი ვჭამე ხა ამ დღეებში. უკვე მე-5 დღეა რაც აჭარაში ვარ. სულ ქართულ კერძებს ვჭამთ. დღესაც აგერ აჭარული ხაჭაპური ვჭამეთ და ეხა გადავწყვიტე რომ აზიურ რესტორანს ვესტუმრო აგერ და სუში მივირთვა. დავამუღამე ამ ბოლო დროს სუში. ადრე ვერ ჭამდი რა თავიდან. ძალიან ბევრს არ უყვარს. აი ეს ჯინჯერი. არა და მე აი ამის გარეშე არ შემელია რა. ჯინჯერი უეჭველი და ესეც უეჭველი. მაგრამ გამისწორდა ახლა სუში. ძალიან კაია. ამასობაში მიიწურა ჩვენი 2 დღეც დადგა თბილისისკენ გამგზავრების დრო. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ჯორჯია პალას ყველა აქ მყოფ თანამშრომელს, იმიტომ რომ მართლა საუკეთესოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს, თავიანთ მოვალეობას და მადლობა თითოეულ თქვენგანს. ხო, და რა თქმა უნდა მადლობა თქვენს, ჩემს მაყურებელს, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, იმედია მოგეწონათ, ისიამოვნეთ. მე რა თქმა უნდა შევხვდებით ისევ შემდეგ ვიდეოში. კიდევ უფრო საინტერესო ამბებით. დროებით.